მოგესალმებით. მარიამ, შენ რატოდ გახარით გვერდზე? მოგესალმებით. შენ ფიქრობ, რომ აი ამ სკამზე გინდა დაიწყო? მოდი. მობზანდით აი ამ სკამზე საბზანდით. მე დღეს წავიყვან აი ამ გადაცემას. ძალიან კარგი. მოდი ესე დავიწყოთ. მე მთელ საქართველოს შევხვდი, რომ ისეთ იურიდიულ სამსახურს ჩამოვაყალიბებდი, რომ დიდი და პატარა ვისაც ჩვენ დავჭირდებოდით, ყველანი იქნებოდა კმაყოფილი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ახალგაზრდები წინ წამეწია. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი 1000 ადამიანი არის ჩვენს კომპანიაში გაუვლია, უსწავლია, პრაქტიკა მიუღია. ალბათ 1000-ობით. სუდად ვინც წავიდა, ვერ გაუმართლა, ვინც კაცურად წავიდა, ყველას გაუმართლა. ესეთია ცხოვრების წესი. მე ჩამოვაყალიბე ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, ვინაიდან ეს საქმე მოითხოვა. და რატომ უნდათ ჩემთან თანამშრომლობა? იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად იმას გავაკეთებთ, რასაც შევკვირდებით მოსახლეობას. იცით თქვენ დღეს მე გეკითხები თქვენ ერთ შეკითხვას გისვამ. დღეს ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატიდან უფრო დასაცავია დაუშვათ დაზარალებული ვიდრე სახელმწიფოდან. ეს მე მესმოდა და მესმის. მეც ბევრი რამე გავიარე ისეთი, რომელიც არ მომწონდა და არ მომწონს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. თქვენ ახალგაზრდები ხართ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მზად იყოთ ნებისმიერი ადამიანის მოსმენისთვის და მე მას უნდა აუხსნათ, რომ ის ან მართალია, ან მწვანეა და მიხედავთ ჩვეულებრივად. მოდი დავიწყოთ ერთი პატარა სიურპრიზით. მოდი პირველად დღეს ჩვენ შევხვდით აი ამ ფორმატში. მე რაცაც შეგვირდებით ყველაფერს გაგიკეთებ. ხელფასიც იქნება, ისიც იქნება, ავტომობილიც იქნება და ყველაფერი იქნება, მაგრამ პირველად დღეს მოდი ესე გავაკეთოთ. აქ არის ფურცელი და მოდი დავიწყოთ მარიდან. არის სასწრაფო დაწერე შენი სახელი და გვარი, დაკეცე და დადევი მაგიდაზე. ოღონდ ჩქარა, დაჩქარებული წესით. და რას გავაკეთებ დღეს? დღეს მინდა თქვენი თავი გავაცნო მთელ საქართველოს. ზოგიერთები იწერებიან, რომ ვერ ჩამოაყალიბებთ, არ ჩამოაყალიბებთ, ან არ მოგცემენ ამის საშუალებას. თავარი არის ერთი რამ, მონდომება. თუ მოინდომებ, ყველაფერი გაკეთდება. აი ნახეთ, აი ეს გოგო ბიჭები, შეხედეთ, ამ კომპანიის დირექტორ შეხედეთ რა ლამაზი ქალბატონია. მაგრამ აი ეს ქალბატონი არის პროფესიონალი. ამ ახალგაზრდებს შეხედეთ, აი რატომ უნდა მიდიოდნენ ეს ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ეს ახალგაზრდები ხვალ ყველანი იქნებიან უმაღლესი დონის პროფესიონალები. დღესაც არიან და ხვალ უფრო ძლიერები იქნებიან უთუოდ. ცოტა დააჩქარეთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მართალი ადამიანი გამართლდეს. ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა ქეთიმ რაღაცა საქმე იყო და ისეთი საქმე მოიტანა, ვერც კი წარმოვიდგენდი ქართულ სინამდვილეში, ქართულ ოჯახში ეს თუ მოხდებოდა. ცოლსა და ქმარს შორის გაუგნებული დავრჩი და ესეთი არის ძალიან ბევრი. მაგრამ ქეთიმ მამაკაცი გაამართლა და სამ დღეში ის დაუბრუნდა იმ ოჯახს, სადაც რა ვიცი, იზრდებოდა თუ ცხოვრობდა. მსგავსი იქნება ოჯახურზე, მსგავს გააკეთებენ ყველანი ერთად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუ მართალია ქალბატონი იქნება მართალი
თუ იქნება მამაკაცი მართალი, იქნება მამაკაცი მართალი. მე ახლა გაგაცანით ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები, მინდა რომ ხვალიდან უკვე დღეიდან ხვალიდან ჩვენ უკვე რეალურად დავიწყოთ მუშაობა და სანამ ეს პატარა ცერემონიალი გაკეთდება, ქალბატონო მარი, პირველი სიტყვა ვის მივცეთ? რა თქმა უნდა, კომპანიის დირექტორ ქალბატონ ქეთევან ხერკელაძეს. მოკლედ, ქალბატონო ქეთევან, რას ეთყოდი დღეს საზოგადოებას, თბილის, საქართველოს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თქვენს გვერდზე დგანან? ვეტყოდი, გამარჯობა, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ჩვენს გუნდში არიან საუკეთესო, უძლიერესი პროფესიონალები, ძალიან მოტივირებული, ძალიან განათლებული, ძალიან უკვე წარმატებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით გაგიწევენ სანდო და კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურეობას. თქვენ შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ დღეღამის ნებისმიერ დროს. ჩვენი ნომრები 24 საათის განმავლობაში არის ჩართული. ხშირად პირადად მივპასუხობ ზარებს და იცოდეთ, რომ როდესაც ამ ნომერს აკრებთ, თქვენ ნამდვილად იქნებით სანდო ადამიანების ხელში. დიდი მადლობა. ანა მარშანია, ანამ თავი შეგვაყვარა. და გადავცეთ მიკროფონი ანა. ალბათ მეუღლეს, შვილს, მამას, დედას ძალიან უხარია, რომ თქვენ მოხვდით საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში. კომპანია, რომელიც არის ქვეყანაში დღეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი, იქნება დღეს ჩათვალე ვიწყებთ მუშაობას და ეს არის ჩათვალე დუბაის ფილიალი არ არის კიდევ ვიმეორებ. ეს არის ჩათვალე ყველაზე დიდი კომპანია, რაც არის დუბაიში, იმის წარმომადგენლობა. ჩათვალე ესეთია. ოღონდ ეს არის 100% ჩვენი და ჩვენი დაფუძნებული. გისმენთ, რას ეთყვი ქართულ მოსახლეობას? საქართველოს ელოდება ახალგაზრდებს, კვალიფიკაცია მიღებულ იურისტებს. ვინაიდან ბევრმა დამირეკა და მითხრა, რომ აი ნახავ აბა როგორი ახალგაზრდები იქნებიან. მე ყოველთვის ვაკეთებდი აქცენტს ახალგაზრდებზე. ვინაიდან იურისტებს არა, ადვოკატებს მერთვა დაგვიფაროს ყველა, მაგრამ ძალიან გაფუჭებული აქვს სახელი. შეიძლება თქვა, რომ ის ადვოკატი ვარ და შევწხვეს. არ უნდა შევწხვეს, როცა ადვოკატი ხარ, ეს არის ქვეყანაში ქვეყანა, ეს საბუთი, სტატუსი, რა ვიცი. მოусმინოთ, რას ეთყვი მოსახლეობას? მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვარ GB გრუპის სისხლის სამართლის ადვოკატი ანა მარშავა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გულისხმიერი, ახალგაზრდა იურისტებისგან, რომლებიც მე პირადად პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თქვენი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. თუ თქვენი ახლობელი, ოჯახის წევრი დააკავეს, გთხოვთ, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდით, იმიტომ რომ ადვოკატის დროული ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამერწმუნეთ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები. დიდი მადლობა. ანა კეიდიას ვთხოვოთ, აბა რა სიტყვის? ქალბატონი ანა ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი გოგოა, როგორც ყველა, კარგი ბიჭები და კარგი გოგოები და იმდენად კარგი გოგოა და იმდენად მომწონს ყველა მისი გამოსვლა და მომწონს მისი გავლილი გზები, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გუნდში ერთ-ერთი სასახელო და სანიმუშო იქნები. პირველ რიგში მადლობა. მოგესალმებით, როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, მე გახლავართ GB გრუპის იურისტი ანა კეიდია. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია და მასში დასაქმებული იურისტები თუ ადვოკატები სრულ მომსახურებას უწევენ კლიენტებს სამართლის ნებისმიერ დარგში. მათ შორის და არა მხოლოდ საწარმოსთან დაკავშირებულ საოჯახო და სამემკვიდრეო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებებიდან გამომდინარე დავებზე, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, შრომითი ურთიერთობებიდან, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ კი თქვენ გსურთ ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, ჩვენ გაგიწევთ სრულ და კვალიფიციურ მომსახურებას. ასევე წარმოგადგენთ სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა თუ საერთო სასამართლოებში. და ბოლოს, თუ კი თვლით, რომ თქვენი უფლებები ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე არსებულ საერთო სასამართლოებშიც ვერ იქნა სათანადოდ დაცული, მაშინ ჩვენ სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას გაგიწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მარიამ გაბუნია. მარიამ გთხოვთ, გაბუნია კი ხარ, მეგრელი კი ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ხო ხედავ ხალხი რას იწერება. ყველა მეგრელები არიანო, კაცო, არ არის ყველა მეგრელი, ხო? აქ ვინც საუკეთესოები იყო იმ სიაში ავარჩიეთ, ხო? და რა გასაკვირია რომ მეგრელები ცოტა ბევრნი აღმოჩნდნენ ამ სიაში. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მე გახლავართ GB გრუპის იურისტი, წარმოადგენს სამეწარმეო მიმართულებას და რასაკვირველია, საქართველოს განვითარებადი ქვეყანაა, ბიზნესი დღითი დღე წინ მიიწევს და ეკონომიკა უნდა განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენი გვერდში დგომა ამ მიმართულებით ცალსახად საჭიროა. მოლაპარაკებები იქნება ეს ბიზნეს ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობები თუ სხვა მიმართულება, ჩვენთან ერთად გაცილებით გაგიმარტივდებათ პროცესები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გიცხადებთ გვერდში დგომას. მადლობა. მოდი, სიტყვა, დიდი მადლობა, კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა და სიტყვა გადავცეთ დაჩი ფერაძე. დაჩი ხო არა ხარ მეგრელი? მაგრამ მოხდი აქ, ხო? არც არავინ არ მოყოლია, ხო? რატო მოხდი იცი? აი ის თქვენი განათლება. აი ის თქვენი პატიოსნება, ის თქვენი კარგი მიდგომა საქმის მიმართ, ამან მოგიყვანა აქ და კი ბატონო იმუშავე, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ქვეყანასაც გამოადგე და ოჯახსაც დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთე. მოგესალმებით, დაჩი ფერაძე და ბარბარა მახარაძე გაცნობებთ, რომ GB გრუპში გაიხსნა სპორტის სამართლის დეპარტამენტი, შესაბამისად საფეხბურთო კლუბებს და ზოგადად კლუბებს, აგენტებსა და ათლეტებს გთავაზობთ სახელშეკრულებო მომსახურებას, ტრანსფერების ორგანიზებასა და წარმომადგენლობას სპორტის სამართალთან დაკავშირებულ დარგში. დიდი მადლობა. სიტყვა გადავცეთ ვის? ბარბარა მახარაძე დაასრულებს სპორტის მიმართულებით. ბარბარე, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, აი იმდენად მინდა თქვენზე თითოეულ თქვენთაგანზე ვისაუბრო, დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ შენ რაღაც განსაკუთრებული გოგო ხარ. და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელი დედამიწის ზურგზე, სადაც არ უნდა იყოს და ხელშეკრულებას დადევს, ეს იქნება თქვენი დამსახურება, თქვენ უნდა დადოთ ეს ხელშეკრულება და მოусმინოთ. დიდი მადლობა გამოცხადებული. კარიერა დაუცველი და ითანამშრომლებს სპორტის სამართლის სპეციალისტებთან ერთად. დიდი მადლობა, კაი გოგო ხარ, ეს ძალიან კარგი მიმართულებაა. ზოგჯერ ფეხბურთელები მერე ჩივიან და ვერ აგვარებენ ხელშეკრულებაში რაღაც უწერიათ, გაურკვეველი რაღაცეები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, როცა ფეხბურთელი ხელშეკრულებას დადევს მილანში იქნება, თურქეთში, იტალიაში თუ ნებისმიერ ადგილზე თქვენ გააკეთებთ ხელშეკრულებას და პასუხსაც აგებთ. მოდი, სიტყვა მივცეთ ოთარ მამულიას. მოგესალმებით, მე გახლავართ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ არიან ადამიანები პენტენციურ დაწესებულებებში, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ჩვენი დახმარება და ამ შემთხვევაშიც თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ იქნა განაჩენი უსამართლოდ გამოტანილი, გთავაზობთ ჩვენს სრულ მომსახურებას იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე დამტკიცდეს, ეს იქნება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ჩვენი მთელი რესურსი, კომპანიის რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე დამტკიცდეს. მადლობა. დიდი მადლობა. მოდი, ეს საკმარისია. კიდევ ერთხელ მინდა თელმა საქართველოს და იმ ადამიანებმა ნახონ, ელოდება თუ ვინახართ თქვენ. ალბათ უკვე დღეიდან ყველა გნახავთ, ყველა გაიგებს თქვენს შესახებ და აქ იქნება ესე. კომპანიას ყავს დირექტორი. მე ვარ ამის დამფუძნებელი. და მე და მარიმ ესე მოვილაპარაკეთ, რომ აი ეს გოგობიჭები, ვინც აგზიან, ეს 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ხვალზე. ჩვენ თბილისში ყავს 30 გოგობიჭები,
იგივე იქნება ბათუმში და იგივე იქნება ქუთაისში, სადაც ჩვენი ძირითადი ოფისები არის და ცენტრები. მე ვპირდები, მარი, რომ მოხვედი, ჩემი ისტორია გადაიკითხე, მოგეწონა ჩემი გავლილი გზები, მოხვედი და მითხარი, რომ მართლა ესე იყო, ესე იყო. ვინ გაიგო, გაიგო, ვინ ვერ გაიგო, ვერ გაიგო. ვინ შეაფასა ის რაც მე ცოდნა მივეცი, გაიგო, ბევრმა ვერ გაიგო. ისეთი ადამიანები წავიყვანე დუბაიში, ინგლისში, ჩინეთში, რომლებსაც აბაშის იქით ნამყოფი არ იყვნენ. და ნახევარ საქართველოს გავაცანი დუბაიც და ჩინეთის და თურქეთის და მსოფლიო გამოფენა. აქედან ძალიან ბევრმა გული მატკინა, ვინაიდან ის რაც ნახა ეგრევე გაიქცნენ და ინფორმაციები გაყიდეს და იმ კომპანიამ მიიღო ერთი კვირა და უთხრეს, რომ თუ ის გაყიდე, მე რო ახლა კიდე სხვა განახო, კიდე სხვაგან წახვალ და იმასაც გაყიდიო და ეს არც ერთი არ მუშაობს, როგორც მე მესმის. ეს არაფრით არ შეიძლება. მოსვლას გოგოებო, ბიჭებო, კომპანიაში სულ აქ ხო არ იქნებით? პირიქით მე გამიხარდება, რომ აი ესეთი ლამაზი გოგოები, ბიჭები იყვნენ ძალიან დიდ თანამდებობაზე, მაგრამ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. ნებისმიერ ადგილზე თქვენს დარგში თქვათ, ავიღოთ პოლიცია, პროკურატურა და სხვა, ხო? რა არის ხელფასი? 3000, 5000 და მეტი აქვს, არ ვიცი, 10000 ვინმეს ქონია, ხო არა აქვს? აი ამ კომპანიაში თქვენ ყოველ თვე ვისაც ხელფასი აქვს და დიდ თანამდებობებზე არიან, საჩუქრად გექნებათ ბონუსი კი არ არის ეს. ეს იქნება კომპანიისთვის საჩუქარი. დანარჩენი ფული თქვენ უნდა იშოვოთ. მაგრამ შენი შვილი არასდროს არ გეტყვის, რომ ფული საიდან მოიტანეო თქვენ, თქვათ, თქვენ არ გეტყვია. რატომ? თქვენ მუშაობთ და ფულს შოულობთ. თქვენს ცოდნას აფასებთ, იყენებთ და შედეგიც უნდა მიიღოთ, ხო? და რასაც ეტყვით, ის უნდა გადაგიხადონ, ხო? თუ უნდათ. მაგრამ თქვენ როცა მუშაობთ ისეთ სამსახურში 10 წელი, 20 წელი, 30 წელი, რომ 1500 და 2000 ლარი გაქვს ხელფასი, მე გისვამ შეკითხვას. მე გელაბარკალაია მთელი ჩემი ცხოვრება უმუშაობ და ლამბორჯინი ძლივს ვიყიდე 60 წლის განმავლობაში და 60 წლის განმავლობაში კი არ უნდა იყიდო ლამბორჯინი, უნდა იყიდო 30 რო ხარ მაშინ გჭირდებათ, არა? ახლა მე რა თქმა ლამბორჯინი, ხო? მაგრამ ისმება კითხვა, საიდან იშოვე ფული? სახლი, დაჩა, კარი, საიდან იშოვე? 18 წლის მანქანავწყიდი, ხო? თელ სოფლიოში მანქანავწყიდი და ბიზნეს ვაკეთებ. შენ საიდან იშოვე ფული? ერთ დღეს შვილი დაგისვამს მაინც შეკითხვას. ეს ფული ყველა არის არასწორი გზით ნაშრომი. მე მილიარდელი ვერ გავხდი. მე რო ვიშრომე, იმდენი ორ კაც არ უშრომია, მაგრამ ვერ გავხდი, იმიტომ რომ პატიოსანი კაცი ვარ და პატიოსნად უმუშაობ. ახლა რაცაც გავაკეთებთ, ეს მოხდება ყოველ თვე, ყოველ კვირა, ეს არის უბრალოდ სტიმული. ახალგაზრდებს უნდა მისცე სტიმული, გზა, გააცნო შენი პარტნიორები, გამოფენაზე წახვიდე, მიდგე, მოდგე და კავშირები უნდა დაამყაროთ. ჩვენ რატო ვართ საერთაშორისო კომპანია? იმიტომ ვართ, რომ საერთაშორისო ქვია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ რამე იყოს სტრასბურგშიც წახვალთ და კიდევ იქით. მაგრამ ბევრი ხართ, ხო? 30, 90 იურისტი ხართ. და 90 იურისტი ყველა მტყუანი როგორ იქნებით, ხო არ იქნებით. ამიტომ მოუწევს ბევრ ვინმეს თქვენზე მოსმენა. ახლა ერთი რაღაც პატარა სურპრიზ გაგიკეთებ. აი ესე გავაკეთოთ. აქ შენი სახელი და გვარი ხო არ არის?
პირველი შენ უნდა დაგედო. აუ, სადაც შენ მუშაობდი? ამას აკეთებდნენ? არ აკეთებდნენ, ხო? ფურცელია, არ გინდა ერთ წელი ფურცელი. შეხედე? დავუწეროთ. აა? დავუწერეთ. უბრალოდ ქეთი. ხო. კარგი. კარგი. დავამატებოთ მაგალითად. კარგი. როგორ გავაკეთოთ მითხარი? როგორც მეუნებიან მეგრელი, აი კაცი სენაკელი ყოფილა და დღეს გავიგე რომ სენაკელია. არც არავინ არ შეუწუხებია, არაფერი განათლებული კაცია და არავის შეწუხება მას არ მოუწევს და დიდი მადლობა რომ ჩვენ ერთი კუთხის ხალხი ვართ და აი კაცურად გეუნები და ყველა მისით რომ დღეს დირექტორს ვეკითხები კაცო ისე მაინც გეთქვა სენაკელი კაცი თუ იყო მეთქი. მოდი ერთი რომელიც გინდა ის აიღე. ეს არ არის მარტივი. მე ქალები არ დაყვნენ გასასვლელში. მარი მოდი. მომეცი, დიდი მადლობა დაბრძანდით. გამოაცხადე ვინ არის? მე თომო ემზადეთ. მეც არ ვიცი მართლა რა ხდება. ქეთევან ხერკელაძე. აი, ახლა შეიძლება კაცმა მართლა იფიქროს, რომ რა ხდება. არც დამიდია, არც დამიწერია, არც დამიდია. მოიცადე, რო არ მეგონო, კარგად ნახე. ქეთევან ხერკელაძე. ქეთევან. ქეთევან. შენ სადაც იმუშავე დღემდე? აი ეს თანხა არ მიგირია, რაც აქ არის თანხა. ეს არის შენი ნამუშევარი, ამასაც წვალება ხომ უნდოდა. აი ეს თანხა არის შენი მოგებული. ბრავო. ახლა ბურთი მიეცი. ბურთი ჭირდება თუ იცა დამავიწყდა სახელი. დაჩის უნდა ბურთი. ახლა მოურიე, არ შეხედო ისე ერთი ცალი აიღე. ეს დიდი დღეა. ნამდვილად. აბა. ოთარ გილოცავ. კარგი ეს გადავდოთ იქით. ეს უკვე იყო ხო მე მგონი? არა ეს არის. ეს იყო ამასავიდა. ოთარ თქვენ მეგრელებს ფულის მეტი რა გაქვს, მაგრამ აი ოთარ ეს იმდენად ბევრი ფულია აქ მოსასვლელად, წასასვლელად 1-3 თვე გეყოფა და იქნება აქ და გისურვებ წარმატებას. ღმერთია მოწამე. აი ეს კაცი მოვიდა. მუშაობა დაიწყო. წარმოიდგინე და ყველა მეუნება რომ მაგარი ბიჭი. და დირექტორს ვეუნები 5 წუთის უკან. კაცო, მაინც სენაკელი კაცია ხო? უფრო შინაურულად გავიცნობდი მეთქი და იმდენად ჭკვიანია და იმდენად მაგარი ბიჭი არ უნდა და შენი შეწუხება და თავისით მოვიდა თავის ფეხით და ისურვებ წარმატებას. თუ შეიძლება მინდა რომ ბატონო გელო თქვენის ნებართ თოთარზე თქვა, როდესაც მე მისი რეზიუმე ვნახე, იმდენად აღფრთოვანდი, რომ მაშინვე დავურეკე და ვთხოვე მოსვლა და რომ მოვიდა პირველი თხოვნა მისი იყო, რომ გთხოვთ ბატონ გელას არ უთხრათ მე საიდან ვარ და ვინ ვარ. კაი ბიჭი ხარ. მოდი. ახლა დავჭა კიდე ერთი ესეთი აქვია მას. კონვერტი. თვალები შეხედე. თვალები არ მომაშორა, ერთი ამომაღებიე, მაგარი ხელი მაქვს. ახლა შეროა ერთია გაღებიო და შერო მოხდე. მე ჩვენ მეგრელები ვარ და არ დაგვიჯერებენ. აბა მოდი. მოურიე და აიღე რომელიც შენ გესიამოვნება. არა, ზევით იყურე, იმიტომ რომ ხო იცი მეგრელები
მეგრელი ხარ და შენ რატო მოიგე მაინც და მაინცო გეტყვია. გიორგი გილოცავ, აი უყურე როგორ არის. რაღაცის ხალისი აქვს ხო ამ ქვეყანაზე, ხო? ახლა ქვეყანა არ დაგვინგრევია, დაბრძანდით. ქვეყანა არ დაგვინგრევია, მაგრამ დღეს პირველი შეხვედრაა ესე, ხო? გუში მთქვით, რომ მოდი დღესაც შევიკრიფოთ და ერთმანეთს შევხვდით და სიმბოლურად რაღაც თანხა გავათამაშოთ, ხო? აი ეს არის თქვენი თანხა. ახლა დიდი და პატარა დაიწყებს წერას, რომ თქვი რამდენი თანხაა. დირექტორმა მითხრა თანხა არ უნდა თქვაო, იმიტომ რომ ამდენი ფული სადიშოვეო გეტყვიანო და ამიტომ ამას არ ვიტყვი, ხო? აქ იმდენი თანხა არის, ცოტა ხანი გეყოფათ. უყურეთ, მე რასაც გპირდებით კაცურად, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ. უფრო მეტი უნდა ვიყოთ და მთელ საქართველოს უნდა მოემსახუროთ სულითა და გულით. ადამიანებს უნდა ვათქმევიოთ, რომ აი ახალგაზრდები შეიკრიბა და თავისი სიტყვა თქვესო. მე მინდა მარიამ, დიდი მადლობა გადაგიხადო ორგანიზებისთვის. ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი ბუღალტერი დღეს 7 ჯერ ნერვები მომიშალა. დიდი მადლობა ნდობისთვის. ეს არის კომპანია, რომელიც არის საერთაშორისო და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ასახელოთ თქვენი კომპანია. მე მინდა კიდევ ერთჯერ მოგილოცოთ ყველა დღესასწაული, რამე დღესასწაული თუ ყოფილა ამ ქვეყანაზე და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მიუმართო და ვთხოვო, მე ვიცი რას ნიშნავს იურისტი, მე ვიცი რას ნიშნავს ადვოკატი, მე ვიცი რომ ფულის გადახდის შემდეგ ტელეფონს უმრავლეს შემთხვევაში არ იღებენ ადვოკატები. ეს უნდა დაინგრეს. ის ადვოკატები ვითომ რაღაცას აკეთებენ, ნაცნობობა ყავთ, ამდენ ფულს აფასებენ თავიანთ თავს, ეს ხვალიდან დამთავრდება. ვინაიდან ვისაც უნდა რეალურად საქმის გარჩევა, გარკვევა თუ მის საქმის მიყოლა, ეს გოგო-ბიჭები არიან და არასდროს იმას არ გააკეთებენ, რისთვისაც დღეს საერთოდ ადვოკატები ახლა ყველაზე არ არის საუბარი, მაგრამ გალანძღულები არიან. ეს არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ზუსტად შევქმენი ახალგაზრდა უძლიერესი გუნდი. გისურვებთ წარმატებას.